ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ ამჟამინდელ იტალიის ჩემპიონატში დაასახელა ფავორიტი ფეხბურთელი, რომელსაც თვალს ადევნებს. სერია A-ში ბევრი იტალიელი ტალანტი არაა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ნამდვილად მომწონს, ნიკო პასია, ოღონდ არც ისაა იტალიელი. ის ერთადერთია, ვისაც თვალს ვადევნებ, განაცხადა ტოტიმ YouTube არხ Skills Cruise-თან. ნიკო პასი აგვისტოსა და სექტემბერში სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დასახელდა. კომოს 21 წლის ლიდერმა კალჩოს გასული სეზონის 35 მატჩში 6 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, ძლევანდელ 6 ტურში კი 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. Edgere Biterena ნიკოლას ნიკო პას მარტინესი დაიბადა 2004 წლის 8 სექტემბერს სანტა-კრუზ დე ტენერიფეში, კანარის კუნძულები, ესპანეთი, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი. თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე იტალიურ კლუბ კომოსა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში, ფეხბურთელ პაბლო პასის ვაჟია. სან ხუანისა და ტენერიფეს აღზრდილი პასი რეალ მადრიდის აკადემიას 2016 წელს შეუერთდა. კლუბის მთავარ გუნდში დებიუტი მან 2023 წლის 8 ნოემბერს შეასრულა, როდესაც შეცვლაზე შევიდა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბრაგას წინააღმდეგ. 2023 წლის 29 ნოემბერს მან რეალ მადრიდის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ნაპოლის წინააღმდეგ. კანარის კუნძულების მკვიდრს ნიკოს შეეძლო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაგრამ არგენტინა აირჩია, სადაც 20 და 23 წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. 2024 წლის 15 ოქტომბერს სამხრეთ ამერიკის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლივიასთან მატჩში ნიკოს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში. 73 წუთზე ლაუტარო მარტინესი შეცვალა და კაპიტან ლიონელ მესის საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელმაც საბოლოოდ ჰეტ-ტრიკი შეასრულა. 2024 წლის 25 აგვისტოს ნიკომ იტალიურ კომოსთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.